აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ ოქროს მედალი მოიპოვა. აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი კი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ჯინჭარაძემ სპორტსმენებს წარმატება უსურვა და მიღწეული შედეგებისთვის საჩუქრები გადასცა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ. ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა და დავიკავე მეორე ადგილი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და მიხარია რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენე. ბატონ გიორგის მინდა მადლობა გადავუხადო მუდმივი მხარდაჭერისთვის და ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს მეც და ჩემს თანაგუნდელებს. მქონდა შეხვედრა ბატონ გიორგისთან და შევეცდები რომ დაუფასო გვერდში დგომა და ვასახელო აფხაზეთი და სრულიად საქართველო. მზადები უნდა წავიდე საერთაშორისო ტურნირზე პოლონეთში, სადაც მიდიან ლიდერები და მეც უნდა შევუერთდე გუნდს და ვიბრძოლო ჩემპიონებისათვის.